რეკლამის შემდეგ დილა მაესტროზე კლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ახლა უნდა შემოვიპატიჟოთ სტუდიაში მომღერალი დავით კორინთელი. გასაგებთ ხო? დიდი მადლობა რომ მოხვედით დილა ადგილზე. გამარჯობა დილა მშვიდობის. ესე იგი დილა არის ჩემი სისუსტე და დილი ისე მიყვარს, მაგრამ თქვენი მაესტრო დილის გამო დილიდან ვარ ფეხზე და დილიდან ვარ პოზიტიურ განწყობაზე. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, ბედობას და შობას. ძალიან დიდი მადლობა, ასევე გილოცავთ. მოდი მე მანამ სანამ დავიწყებ საუბარს, ყავას მოგიმზადებ. ჩემს ძალიან გემრიელი ყავა გვაქვს, გვაქვს ნალექიანი, გვაქვს უნალექო, რომელსაც მე თქვი, იმას მოგიმზადებ. ნალექიანი მიყვარს მე. ძალიან კარგი. მაშინ სანამ თაკო მოამზადებს ყავას, გითხარ როგორ მიდის შენს კარიერაში ცხოვრება? შენს კარიერულ ცხოვრება როგორ მიდის? შენ გაგიცნო საზოგადოებამ რამდენიმე შოუებით. ეხლა რა ეტაპზე ხარ? თუ პროექტიდან ბოლოს ვიყავი Voice-ში, ალბათ მაყურებელმა როგორც იცის. იმის შემდეგ, Voice-ის შემდეგ სხვათაშორის ძალიან კარგი პერიოდი იყო Voice-ი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, ძალიან ბევრი ადამიანი შევიძინე, ბევრმა გამიცნო და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. Voice-ის შემდეგ ცოტა შესვენებასავით გამომივიდა, თუმცა პარალელურად ყოველთვის მე საავტორო სიმღერებს წერდი ჩემთვის სიმღერებს, ვაკეთებდი და დამიგროვდა ძალიან ბევრი და ეხლა ხანს ვიყავი უკრაინაში, ზუსტად ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ და ეხლა ვაპირებ ზუსტად ახალი სიმღერა დავწერე, რომელსაც მალე ჩავწერ და ვფიქრობ ვიდეო კლიპის გადაღებასაც. და მალე ექსკლუზიურად მოვიდან თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ პირობა მიღებულია რომ ჩვენ გვექნება ექსკლუზივი. იცი რა მაინტერესებს? ერთ-ერთ შოუში შენ გაიმარჯვე თუ არ ვწდები და კლიპიც უნდა გადაგიღო. თუ მიმდინარეობს ამ კლიპის გადაღება თუ ამაზე იყო საუბარი? არა, ეს იყო Voice-ამდე. იყო ესეთი პროექტი გადიოდა GDS-ზე, Georgian Dreamers-ი, სადღაც 3 წლის წინ იყო, სადაც ჩემი საავტორო სიმღერით მივიღე მონაწილეობა და როგორც იყო გადავედი ეტაპიდან ეტაპზე და საბოლოო ჯამში გავიმარჯვე, გავხდი გამარჯვებული, SNS ლიდერი თურმე, ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და რა ვიცი, არ მოველოდი მართლა რომ გითხრათ, იმიტომ რომ სხვები ისეთი მომღერლები იღებენ მონაწილეობას, არ მეგონა თუ გავიმარჯვებდი და აქამდე მივიდა და საქმე. პრიზი იყო ვიდეო კლიპი, რომელიც სხვადასხვა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადავიღეთ და პრემიერა ჯერ არ ყოფილა და მალე მაყურებელი ამას თვითონ იხილავს. როდის უნდა ველოდოთ თუ არის ცნობილი? ახლა მომავალში სადღაც ალბათ 2 თვის განმავლობაში. ძალიან საინტერესოა. შენ მოხვედი ჩვენთან სიმღერით. რა სიმღერა შეგვისრულებ? სიმღერა ერიკ კლაპტონის ყოველთვის საყვარელი სიმღერა Tears in Heaven. გითხოვთ სცენას მაშინ? დიდი მადლობა. მიკროფონს. You know my name if I saw you in heaven wouldn't be the same if I saw you in heaven I must be strong carry on, 'cause I know I don't belong here in heaven. Would you hold my hand if I saw you in heaven? Would you help me stand if I saw you in heaven? I'll find my way through night and day, and I know I don't belong here in heaven.
can bring you down, time can bend your knees. Time can break your heart. Have you beg and please, beg and please. Beyond the door, there's place I'm sure, and I know I don't belong here in heaven. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და სიმღერის შესრულებისთვის. წარმატებები ძალიან დიდი მადლობა. და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა.